ანტინარკოტიკული კამპანია საქართველოში გრძელდება. დღეს მისი განხილვის ერთ-ერთი ეტაპი მასწავლებლის სახლში გაიმართა. იქ შეკრებილ პედაგოგებს, სტუდენტებს და ნარკომანიისაგან დაზარალებულ მოქალაქეებს დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ, განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრმა, პროკურატურისა და პარლამენტის წარმომადგენლებმა კამპანიის დეტალები გააცნეს. დღეს ერთადერთი ამ თუთას ეფექტური სისტემა გვაქვს ის, რომელიც არ არის პირდაპირ მოწოდებული ამისათვის, ანუ ციხე არ არის სამკურნალო დაწესებული. ამიტომ აქტიურად დადგა ეს საკითხი, რომ ჩვენ საზოგადოებას შევთავაზოთ ისეთი მექანიზმი, რომელიც ეფექტური იქნება, მაგრამ ამავდროულად არ იქნება პენიტენციალური დაწესებულება. ანუ იქნება სამკურნალო დაწესებულება გამაჯანსაღებელი, რომელიც ფსიქოლოგიურად იქნება თუ ფიზიოლოგიურად ადამიანს გამოიყვანს აი ამ სტრესიდან, იმიტომ ნარკომანია ერთგვარად არის ფსიქიკისა და სხეულისთვის სტრესი, რომელსაც მე უკვე ვეღარ ხარშავს და აი ამას მიყვება და მიყვება. ანუ მისგან გამოსვლა არის დიდი სტრესი. ამიტომ დადგა ეს საკითხი, მწვავედ ეს ერთიანობაში უნდა განვიხილოთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. პროკურატურის მიერ ინიციირებულ ანტინარკოტიკულ კამპანიაში ჩაერთო, როგორც ხედავთ, როგორც თბილისის მერია, ისე რამდენიმე სამინისტრო და რა თავარია საზოგადოება. ჩვენ გვინდა დავამარცხოთ ნარკოტიკის პრობლემა საზოგადოების ერთიანობით, საზოგადოების ყველა წარმომადგენლით ერთად დგომით და ყოფნით. რა თავარია გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მიღებულია კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომ დააფინანსდეს რეაბილიტაციის ცენტრის მშენებლობას, აწყის ეტაპს საკუთარ თავზე იღებს თბილისის მერია. ამასობაში მიიღება იმედია მიღებული იქნება კანონპროექტის და უკვე კონკრეტული ჯარიმებიდან მიღებული თანხები წარიმართება სწორედ ნარკოდამოკიდებულების პირების რეაბილიტაციისთვის. ნარკომანიის ბრძოლას ძალიან ბევრი ასპექტი არსებობს. ერთ-ერთი არის ჩანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ამაზე იყო ზუსტად კითხვა დასმული და ჩვენ სტუდენტები ძალიან აქტიურად ჩავერთვებით იმისათვის, რომ აი ეს ჩანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია მოხდეს არა მარტო სკოლებში, არამედ უნივერსიტეტებშიც.